ბებო. ვედრა ჩამამიტანე შვილო, ძროხა უნდა მოვწველო. ნიკო. სკოლიდან რომ დამთხოვენ, ჩემო ნიკო. ისეთ ბალახში წაგიყვან რომ. წადი დროზე, არ დაგაგვიანდეს. ჯერ ადრეა, ბებო. ნიკორას და დროხას მე გავრეკავ საბალახოს. იქიდან პირდაპირ მოკლეზე ჩავირვენ სკოლაში. გეყოფა, ბებო, გენაცვალოს. გეყოფა. ამო. გუშინდელივით უჭმელი არ გამექცე. ნუ გეჩინია, ეგ არაფერს დაიკლებს. ნიკორა მთელი დღე ჭამისმეს რას აკეთებს? ძამ. ხი, მიდი ნიკო. გადი, ჰა. ხი. არ დაიგვიანო, შვილო. ლუკა ბიჭო. როდის დავაჭიდოთ ხარები? ჩემი ნიკორა შენ ხარ სერევა მიხობაყო. ერეო არა. როგორ არა? ამ ერთი კვირის წინ სულ ტალახებში აკოტრიალა. ეგ ერთხელ მოუვიდა. აბა ეხლა დავაჭიდოთ. სკოლაში დამაგვიანდება მიხობაყავდა. ხომიცი რასაც მიზავს მერე დირექტორი. წამიყვანე ერთხელ იმ შენ სკოლაში და ისე აუჭრელო ამ ჯოკით გვერდები რომ. სამფედი გავუმართე. საკონელს მე ვიფხედა. წადი შვილო, წადი. ისი მოწოდებისათვის უღმესი მადლობა მინდა გადავუხადო ვიდეო სტუდია ოსკარს და თქვა იმედი რომ ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის გაგრძელდება. მაშასე ნახოთ ფილმი სიყვარულის ანატომია გადავიდეთ. გიჩვენოთ საინტერესო კინოსურათი, მე კი გავასრულოთ ჩემი საუბარი გვალოთ ყველაფერს. დღეს გიჩვენებთ ერთ ძველ კინოსურათს, რომელიც თავის დროზე როცა გამოვიდა ჩვენს ეკრანებზე, დიდი რეაქცია გამოიწვია, ერთად შოკის მომგვრელი რეაქცია გამოიწვია, რატომ ამას ახლა თამაშიდან მალე დარწმუნდა. ეს არის კინოსურათი სახელწოდებით სიყვარულის ანატომია, რომელიც გადაღებულია პოლონეთში 1968 წელს და მაშინ მთავარ როლს ასახიერებს გამოჩენილი პოლონელი მსახიობი მფლობელი ბარბარა ბრილსკა. პოლონური კინემატოგრაფი ყოველთვის წამყვან პოზიციაზე იდგა ეგრეთ წოდებული სოციალისტური ბანაკის ქვეყნების კინოწარმოებათა შორის. აქ გამოიზარდნენ მთელი რიგი მსოფლიოში სახელგანთქმული კინორეჟისორები, კინოოპერატორები, კინომსახიობები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობდნენ არა მარტო სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თუნდაც ამის დასტურია ის დიდი პროფესიონალიზმი, Kimi sed არის? სიცხეა. სიცხეს მივცემთ მაგას ჩვენ. დღეს თქვენ ნახავთ ერთ ძველ კინოსურათს,
რომელიც გადაღებულია 1972 წელს პოლონეთში და მასში მთავარ როლს ასახიერებს გამოჩენილი პოლონელი მსახიობი მომხიბვლელი ბარბარა ბრილსკა. ეს კინოსურათი ერთდროს ჩვენს ეკრანებზეც გადიოდა და მაშინ რამდენადაც მახსოვს რა არის ეს? შოკის მომგვრელი რეაქცია გამოიწვია მადლობათა შორის. პოლონური კინემატოგრაფი ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე გაიცევრე. სოციალისტური ბანაკის ქვეყნების კინოწარმოებაში შორის. ამ გამოიზარდა მთელი რიგი მსოფლიოში სახელგანთქმული კინორეჟისორები, მსახიობები, წესიერად შეიკარი ფერანგი. რომლებიც წარმატებით მოღვაწეობდნენ არა მარტო სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კინოსურათის სიყვარულის ანატომია გადაიღო ახალგაზრდა პოლონელმა კინორეჟისორმა რომან საუსკომ. იგი წარმოადგენდა პოლონური კინოს მეოთხე ძეგლს. ორი ნაბიჯი წინ წარმომადგენლები მაშინ არ თაკლებდნენ ემუშავა ტელევიზიაში. რატომ არ გაცვია სკოლის ფორმა? ისინი რასაკვირველია ავიზარდა დედიკომ გამირიცხა და აღარ გაშრა. და ძირითადად თავიანთ ფილმებში ყურადღებას ამახვილებდნენ თანამედროვე აფცია ურო მოდი აქ. ათიროსკი კოჭებში. ჩადენელა არ დაარტყა თავი. მაგის მაგივრა ჩენ გაიროსგები. ვაიმე დედიკო! წამოდი ქიშკარა. გვერდი. 1 2 3 4 5 6 7 8 ვის შემდეგ 10-ია? 9 პატივ კიდევ ორიც მიუმატე. აიღე შენი ჩანთა და მოუსვი აქედან. შობლის გარეშე არ დაგინახო მოსული. შობლის გარეშე არ დაგინახო მოსული. თავად ბარბარა ბრილსკა პერსონაჟს თავის კინოროლებს რაოდენს სასაცილო წარმოჩენს მომწონებს აბსოლუტურად ხერხნა პერსონაჟი. მას 1961 წლიდან მანამდე იყო რა კაცინეს ბიჭო. მოიცარა ნიკორა. შენ გენაცვალო შენი ბებო სულ ალიკვალი მამა შენი რო ხარ. ისიც ეგრე ხითხითებდა როცა მაგ წიგს კითხულობდა. რა წერია ბებო ეგეთი? დონ კიხოტსა და სანჩოს ამბავის წერია ბებო. იცი რა გულადები არიან? ნეტავ ერთი აქ მოვიდოდეს დონ კიხოტ და იმ ჩვენ დირექტორს მიბეგვავდეს. ძალიან გაშინებს ბებო. მაშინებს არა ისა. მამა შენსაც შენ სავით უყარდა კითხვა. ერთი ისეთი წიგნი გქონდა, დღედაღამ იმას შახტურებდა. ბარბარა ბრილსკას როგორ უფრთხილდებოდა იმ წიგნს. მოიცარა ნიკორა. ჩემი უბედური შვილი. აი მოუკვდეს დედა იმას. მერე რა უყო იმ წიგნს ბებო? ამოდი შვილო. წამოდი. შეხედე შენ დროთა იყო როცა ეს ეცვა როგორ უხდებოდა აი შვილო ეს არის მამა შენი სახსოვრად შეგინახე აბა წამიკითხე რა წერია ლუკას სახარება რა არის ბებო? შენი გახარება ჩემო ბიჭო შენ რო გაჩდი მამა შენმა აიჩემა ამბიც ლუკა უნდა დავარქვაო ლუკა რო ერქმება კარგი ბიჭი იქნება
მღვდელსაც მაგრად გაეხარ. მოუკვდეს დედა იმას. მე ცოცხალი უნდა ვიყო და შავ მიწაში უნდა იწვეს. აბა რა უშველო ამ ჯამდამწვარმა ამანა. ნუ ტირი ხარ რა ბებ. არ მიტირებ. ოღონდ შენ კარგად ამყავდი შენ. ოღონდ შენ არ დამიხონდი. გინაცვალოს ბებო. Sancho da Don Quixote. მოდიან, ვინ მოდიან? როგორ თუ ვინა? ვერ ახედავ Don Quixote და Sancho მოდიან. რა Don Quixote? ვის Sancho? რას მიეძმევდები? აგეთ თუ არა? ენდე თუ არა? გაჩვენდი ბალღო. ეგენი ძროხის ვაჭრები არიან. არუთინა და ძელო. გამარჯობა თქვენი. გოგოებო, ხო არ მოიწყინეთ უჩვენოთა. აბა ხალხო, ვის რა ყავთ გასაყიდი მორეკეთ საქონელი? მორეკეთ! დღეს კაი ვაჭრობის იშტაზე ვარ. აიქ, ბაქში შელალეთ უყველაბა. ასო ხმორები ჩამოხყარეთ. ადი ჩემ კაც დაუდაგეთ. დამზადებაზე გადაყრა. ისევ ამას ვიყიდო. ოჩახ პარაოს. ალადეც მაგარი ხარ. ეს ხარო სახში მომცა. დაიჭი. მინამ ბეკეულს დაგიკლავე. შეხერუთინ რამასწვით გოგვა. ეგეთები არ იყოს. ეს მაგარი სოფელია. კაი ვაჭრო რო გვექნება კარგი, აინო. ეგენი მართლა ძროხის ვაჭრები კი არ არიან. Don Quixote და Sancho იტყუებიან ვითომ ძროხების ყიდვა უნდათ. აი ამ წითელში. ხუთუმანზე მეტი არ მეიცება. შავში. შავში რამდენი წია მიეცი. დაუდექრედა. გადაუდე იპი. აგე. დამწუდა რა. მაშა. დამწუდა.
მასანდას მოუჭი, გაიგე, 5 მეტი არ გაგა. არა ჭმევთ ბალახს ამ საქონელს. ქალაქამდე სული არ ჩაყვება. ამას არა უშავს. ეს ვისია, ვისი? ჩემია. ამის პატრონი ვინ არის? ვისია ეს ბოზვერი? მე ვარ, ჩემია. ეს ბებერი ვისია? ვინ არის? ჩემია, ჩემი. რა მოგწია მაშინ? 200. 200 არა ესე მოეჩვენე აქედან. ეს ვისია? შავი. შენია. შენი? ო. რასაფას? 75. არ უცი 75-იო. რა შლობარეკო მგაცო? რამავე, შენ ცოტა ალავოთ ხوار ხარ. გამავი ამდენი ფული. აბა ერთი იმის ნახე. რომელი? არ მოგწია მაშინ. 200. 200? გაიყვანე. იდო. ეს ვისია? ეს ვისია, ვისი? ესა. შენ დროხას აკითხულობ, თალო. ამ შავში რა მოგწე? თქვი, ხალხი არა ხარ. საბოლში. აბა, წატიში. რა დღეში ვარ გაცო? ამ ხელა გზა ამ თხებისთვის გამოვიარე გაცო. არუთი, ერთი ესაც ჩაათვალიერე რა. 120 მიეცი. მორჩა. 120? ო. კარგი ბიჭო, კარები. გაიყვანე გარეთ. დიდო. ჩელო. შენ ამათ მოუარე. მე კიდე. გამარჯობათ, დედიჯან, გამარჯობათ. გაგიმარჯო შვილო. ხო არ ყიდი ამ საქონელსა, ჰა? ო. რა არის ეს? მაინც რამდენი მოგწე, ჰა? რა ვიცი შვილო. აბა მე რა ვიცი. 1 2 3 4 10 თუმანი მოსულა? რა ვიცი. კაიფას რა გაძლევ. ვიცი აბა. ბოლოს და ბოლოს კაიფულს გაძლევ დედიჯან, ხბო არა? ხბო. რა სამბობ შვილო? ეს ამოდენა ხარი, ხბო როგორ არის? ეგლა ამ პატარა ხბო რა ხორცი უნდა დაყაროს, ჰა? არ კიდა? შენი დაბა. არა შვილო, არა. არუთი, რას აძლევ ამ უძღეულში? ვიცი ვზარალობ, მაგრამ რა ვქნა? ამ თუმანს ვაძლევ. რას ამბობ ქალო? გუთანსაც აყოლებ? რა სამბობ? ეგეც მე ვარ. რა ვქნა კაცო? აი ვიცი ვზარალობ, მაგრამ აი ჩემამდე შენი ხათრითა 5 მანეთს კიდევ გიმატე. როგორ იცოდე? ამ პატარა ხბოში ამდენ ფულს არავინ მოგწევს. რა სამბობ შვილო, ხარია. ხო და ხარს რო ეძახი, მაგიტომ გიმატებ, ვა. არუთი კაცო. თავი დაანები ხო ხედავ მაგასა გაყიდვა არ უნდა. მოვჭეთ ეხლა 5 მანეთს ეხლავე გიმატებ. ხარია შვილო, ხარი. ხა და ხარი რო არის, მაგაში გაძლევ 5 მანეთსა. კარგი ფულია ჩემ მამზე. წამოდი კაცო, თავი დაანებე, წამოდი რა. არ გიდა? კარგად ვიყავი შენ გენაცოლ. დაიცა შვილო, დაიცა. წაი. მეტი რა გზა მაქვს. გაჭირებას დაუდგა თვალი. ეგრე რა, შეოჯახ აშენებულო. ჭკვიანი ხალი ხარ ჩემ მამზე, ძალიან ჭკვიანი. ვიცი ვზარალობ, მაგრამ რა ვქნა? 1 2 3 4 ესეც 5
6? რა ვქნა დედიჯან, ჩვენი საქმე ეგრეა, ხან იზარალებ, ხან არ იზარალებ, ხან მოიგებ, ხან კიდევ წააგებ. კაი გეშენა. 7, 8, 9 და 10. ესეც 5 მანეთი. ვიცი ვზარალობ, მაგრამ რა ვქნა? კარგად იყავი დედიჯან, კარგად. წავედით. აბა, მოდი მეთქი. შენ რა რუტინას დაუჯერე და მუდამაც ხეილში იქნები. ამოდი კაცო. მიდი პირადაკი ბარაო. ეს მოკლე.
მოიკვდეს ბებო ჩემო საწყალო. აბა რა მექნა. სარჩო ხო გვინდა? ეფქვილი ცხო საყიდელია. რომ მოგამშიო ბებო. რა სიტყვია, ან ცოცხლები, ან ჩვენი მკვდრები. სხვა რო აღარა შემიძლია რა, მუხლებში ძალა გამომელია. სხვა უღური რო აღარა მაქვს. გენაცვალოს ბებო. ნუ გეშინია. ეს როხა ხო დავრჩა. კიდე გაგიჩენს ნიკორას, ის გაზარდე. და თუ კიდე გაგიყიდო, მიწამწამიყოს. ისედაც მიწა წასაღები არა ვარ. გენაცვალოს ბებო. წამოდი ახლა. ათიშვილი. Zamo bebo puri gajamo. Zamo genacვალოს bebo. Შენგული არ დაიღონო. პური მიატანე. დავწვეთ ბება. დავწვეთ. ბებო, ჩვენ ნიკორას ხო არ დაკლავენ? არა, შვილო, როგორ დაკლავ? ამუშავე. მე შენ გეტყვი იმასაც მუშაობა ეზარება. იცი რა ღონიერია? ვიცი, შვილო, ვიცი. დაიცი. ბებო, ის ლექსი მითხარი რა. რომელი ბებო? ანგელოზე მარო ხარ საქმეს. ორ შაბათობით აშენდა ციხე ქალაქი ქვაზედა. გარს გალავანი არტყია, ცანი დახურებს თავზედა. სამშაბათს იყო ყრილობა დიდი მეუფის კარზედა. ხარი და ადამიანი დადგნენ ერთ სამართავზედა. ადამიანის დარჩენა ვერვინ ვერიდვა მხარზედა. ადგა ხარმა მოახსენა. მე დამიდვია თავზედა. წამოდგნენ ანგელოზები. აკოცეს ორსავ თვალზედა. ჩამოქნეს წყვილი სანთელი და აგრეს ორსავ ქაზედა. წადი ხარო და იხარე სასა და ქვეყანაზედა. 6 დღე კი იმუშავე, მე-7 დაწეკ მხარზედა. ვინც მე-7-ს შენ შეგაბას, რისხვა მიადგეს კარზედა. ეხლა დავიძინოთ ბებო გენაცვალოს, დავიძინოთ.
სიყველი გამოდი წინ. გახსენი ჩანთა. რა არის ეს? აბცევრო. დიახ. რა არის ეს? შენ გეკითხები რა არის მეთქი ეს? უნდა პურია პატივცემლო. საყვალბურო დადიხარ აქ. აბცევრო. ხუთი როც გიამას კოჭებში. აბცევრო. ხო გითხარი, მაგრამ ერთზე მეთქი. დიახ, პატივცემლო. მეორე აღარ დაგინახო ყველი და პურით აქ. აბცევრო. 30 როს გიმაქრისტეს მონას. მიდი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 დარეგეთ ზარი. ქრისტეს მონაო. ხვალ მშობელს მოიყვან. შენ აქ რა გინდა? რატო კლასში არ ახარ? პატივცემულო, ეგ წიგნი მამაჩემის სახსოვარია და ძალიან გთხოვთ მომეცით. აქედან დამეკარგეთ, რომ მე ვიცი რა სახსოვარსაც მოგცა. ხვალ ბებია შენი მოვიდეს აქ. წადი კლასში.
რა მოხშვილო. ჩემი ბრალია ბებო, ჩემი. აქ მე არ უნდა გამომეჩინა ჯერ შენთვის ის წიგნი. რა ვიცოდი რომ შენთვის იმის საკითხვა არ შეიძლებოდა. ვიფიქრე ბალხს გავახარებ მეთქი. ის კი არა. კი რა სკოლიდან გამომაგდებინე შენი თავი. რამდენივე ხვაზე. ძლივს მოულბე გული. ისეთი გამწარებული იყო. აბა მე რა შავი ქვა გამეგება. ან წიგნის, აი ჩემო გული შამეკრა. ბებო რა მოგივიდა ბებო? ნუ გეშინია ბებო, ნუ გეშინია. მე არაფერი მომივა. წამომაგენე. აი ეს რა მოგვივიდა? ეს რა თვალები დავბარბაცდით. ნუ გეშინია ბებო. სანამ არ დაგაქორწინებ, არ მოკვდები. წამომაღენე ბებო. მომეხმარე შვილო. მომეხმარე ბებო. აი ჩემო. აღარ მოგცემ თუ ბებო იმ წიგნსო? არა ბებო. დაივიწყე ბებო ის წიგნი. თორე ეგ ისეთი გულქვა შეიძლება მართლა გამოგაგდო სკოლიდან. მე რაღა მეშორება. მეც ხო მინდა ბებო შენი სიკეთე ვნახო. ისეთი კაცი მინდა გამოხვიდე ბებო. სადა ქვეყანა შენ შემოგნატროდეს. გენაცვალოს შენ ბებო. აქ ხებებო რამ ხელა კვერცხი დადო? თანას მაგარი ჩანს. ნახე თუ აღდგომას ამით ყველას არ დაუნტრიო კვერცხები. გინეცვალოს ბებო. რამდენი დღეღა დარჩა აღდგომამდე ბებო? წელს იანვრის. დღეს რამდენია? 27. 3-4 დღეღა დარჩენილა. რაში უნდა შევეღოთ კვერცხები ბებო? წოროს ქერქში. რო არ მოგვიტანია? შენ მაგის დარდი ნუ გაქვს. ყველაფერი მზად ამაქვს. წამოშულო საფლავი მოვასუფთავოთ. კვერცხს შევინახავ. ო ბებო. მედიშვილო. ვეღარ აღმოვშავდი რამდენი დღეა. აი დედა დაგიმიწეთ. ლამაზია ბებო. ლამაზია ბებო. მამა შენსაც ეგრე უყვარდა ყვავილები. მოგდეს დედა. ნახე რა მაქვს.
რის კვერცხია? ბატის. მარტო ერთი გაქვს. კიდე მაქვს ახში. ბავშვებო, მინდა გაგაფრთხილოთ. ხვალ აღდგომაა. და ორშაბათს წითელი კვერცხები არ მოიტანოთ სკოლაში. თორემ ხომ იცით, რასაც გიზამთ დირექტორი. გასაგებია? დიახ, მასწავლებელი. დასხედით. გინდა გაგიცვალ. რაში? ქართმის კვერცხებში. რამდენში? 10 კვერცხი მომიტან. კარგი, ოღონდ სახლში გამოტანე. ბებოს რომ აჩვენე, ისე ვერ გამოვარ. მაშინ 15 მომიტანე. რა იყო ბიჭო, ნახე-ნახელა. როცა მომიტან, მაშინ კარგი, მოგიდა. ოღონდ ჩანთაში არ ჩაიწყო დირექტორმა, ჩანთები არ გაგვიშლის. უბეში ჩაიწყო, გაიგე? არ მოდიხარ? ხო. ადუღდაშვილო. ო, კარგია. მომაწოდე. აღარ უნდა ბებო არა, საკმარისია. შენ გამიზარდე კაცი ღმერთო ჩემგა. მადლობა. ზალო. კარპერზე შეხებილაშვილო. აიტავებო ეხლა მე ამოვიღე. ამაიღე შვილო, ამაიღე. ოღონდ ნელა მოუტარე კაფკილი. ისიც ამაიღე. ეყობა. გამოშალეთ სითხელები. გაშალე ხელები.
როცა მიხედეთ. ეხლა წითელი ხელებით ეს მობრძანებულა. ეთყობა გვერცხები შეგიღებია. მარჩვენე ჩანდა. ჩასვე. პატივცემულო. ლუკას უბეში უდეს კვერცხებს. უბე გაიხსენი. ხუთინა ბიჭი წინ. აფციაურო. დიახ. წადი საფრთხობელა მომიტანე. წადი თოკი მომიტანე. შეხსენი. თოკი მომაწოდე. ამის იღირსი ხარშე. მომეცი. ეხლა არ ბერინეთ ეს ქრისტეს მონა. ურთხით კოჭებში. არ ბერინე და თან იძახეთ ქრისტე არს დგა.
ელოფა. ახსენე. შედით სულ ყველანი კლასებში. წამონდე კი. შენი ფეხი აღარ დავინახო აქ. ვაჟიკა. ო, რა იყო? არიკა შენ და ჯგუნამ ხევიდან წყალი გადმაიტანე. ეხლავე. ფათირას უცხარის გულშმები და ფიქრები დამაიღო. ო, კარგი. შენი ლუკაიც მოგივიდა მარიამო მოგივიდა დაფტირებელიო ამცეცხაც მაიცრაზე ჯოდი ხალო შავეთისაკენ ლაშქავროდიო გელებო დავიდა თემიშვილთანა და ესობულეაგდაგდო რაში ჯამში ეგეთია წესი აქ არავინ არ დარჩენია. შენერაფის შეგეშინდე, საქარავა ვართ. Esto შენ დაუპირისას.
მიდი. ხო. აი ბებო, აი, მოვიტანე ჩვენი წიგნი ბებო. არ დავკარგე ბებო. მამას უთხრა რომ არ დავკარგე. ისე მოვიტანე ბებო. აღარასოდეს აღარ დავკარგავ ბებო. აღარასოდეს. როგორ მომენატრე ბებო. როგორ მომენატრე. რო იცოდე ჩემო საყვარელო ბებო. ყველანი როგორ მენატრებით. ყველანი. ბებო. ნიკორა ჩემო ნიკორა 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 საიდან მოხვედი ჩემო ნიკორა როგორ მოხვედი გამოეკეცი მე როგორ გამოეკეცი ჩემო ნიკორა როგორ გამხდარ ხარ ნიკორა ჩემო ნიკორა წამო ახლა ჯერ სახლში წავიდეთ წამო ნიკორ წამო წამო ნიკორა წამო ჩვენი ძრო ხარ რომ დაგინახოს როგორ გაიხარდება ბებო აღარ აღყავს ნიკორ გუშინ დავმარხეთ შენ ალბათ ნაწყენი ხარ ბებოზე რომ გაგყიდა მაგრამ თუ შეგიძლია აპატიე შენ ხომ კეთილი ხარი ხარ ნუ გეშინია ნიკორ შენ თავს აღარავის გავატან თუ კიდე მოვინენ შენ წასაყვანად თავის ფულს უკან მიუგდებ ბებოს კი არ დაუხარჯნია ეს ფული სკივში ვიპოვნე შენახული შენ ნუ გეშინია ჩემო ნიკორა ვიმუშაოთ მე და შენ და ყველაფერის გვექნები